აი მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი გადაცემიდან. ეხლა ვიზუალურად შეიძლება გეგონოთ, რომ სტუდიაში ვართ ჩაწერაზე, მაგრამ ეგრე არ არის, მიმყოფებით ჩეხეთში, რუდის ფესტივალზე. წარმოგიდგენთ საუკეთესო ჩეხურ ლუდებს, რომელიც წინ მაგიდაზე გვიგაც. წინა ვიდეოში ბათომ გამოგვიწია ჩელენჯი, დაგვატიჟა თავის მოედანზე. და ახლა ბიჭები მე უნდა გამოვეთიშო, ახლა ბიჭები დააგებოლებენ საუკეთესო. ერთი წამი სანამ გამოეთიშებ, ბოდიში შეგაწყვეტინებ. არ ვიგინებით ყველა. ბოზიშვილი ვიყო, არ არის აგარც ერთი ჩეხური შეჭემა. ლედა იგიდე. ჩეხურია და. აუ როგორ გევასება თვალებში ნაცრის შეხრა შეჭემა. ეგრევე მე ბათო გამარჯობა. ბათო, ანუ ჩადა ტანკო. არა და ჯერ არ დაგვილევია. მე დოლეული მოვიდა. მე მოგიყვარავსო. მე ახლა კადრს უკან გადავიწევ და მოგეხმარებით რა, რომ ლუდები აგირიოთ. და შეიძლება 2-1 ჩავასხა, მაგას ვერ გაიგებ, უნდა გამოიწო. რძე გაურია კიდე შეჭემა და ძე გავფრინდებით. მე საპირფარეშოდან ვერ გამოხვალე რომ ვიცოდე. არა უშავს. სადაგრე მოხმარი. ჯორორი შემოვა. ხო. დიახ. თან გამოიცნო, თან პირველიდან მერვემდე დაალაგეთ. შენი აზრით მე უფრო მეც გამოვიცნობ თუ შენ? შენ, იმიტომ რომ ლოთი ხარ. ცოტა რაღაცა ჩელენჯი ძმა, შენ მოიგრე. ადამიანი და შენ ხარ ლოთი. ლოთი რატო ხარ ამას ვიდეოში აუხსნა? ვიდეოს ბოლოს გამოიცდება. რომ მის მოედანი არის ეს. არა, ამის მოედანია ხო, ღმერთმა დამიფაროს, ეხლა ლუდების მოედანზე ვიყო კაცი. მაგარ რამეში ვარ გამორჩეული. წარმატებებს გისურვებ შენ. იმენა ლოტობაში. წარმატებებს გისურვებ შენს. შენ დააგებულეთ ჩაციებული კარგი ლუდები. ეხლა ავრევთ, თვალებზე აიფარებთ და მოგიწევთ გამოცნობა და შეფასება. ნუ სურვილისამებრ მერე დალაგება რომელი მოგეწონათ, რომელი არ მოგეწონათ. კადრს უკან გადავინაცვლებ. რავად. წავიდა. მოვიხსნა ბიჭო. 3 2 ვაიმით როგორ თამაშობ. ოპა. ფერია ხური. კაროჩი. რა უნდა გაიგო? ხშენ და იმას გამოიცნო, მე შოქში ხო ვარ. ვერაც. კაი, მოდი ამას დავსუნოთ, აბა. აი, მაიცა. სამხარეს დევს ერთი ლუდი, მეორე მხარეს მეორე ლუდი. ანუ ეს ორი ერთნაირია? ერთნაირია, კი, უნდა გაგ ფერი არის ერთი და იგივე. მაშინ მოდი. ერთი და იგივე ლუდი. ხო და გავცვალოთ, ერთი ეგაკეთ მე არ უნდა თქვა, მე კი რო სუნაო და უკვე რაღაცების ტყუილების თქმას ვაპირებ. აქ რა ყრია, ბიჭო, შეგნით რა ჩაყარეთ, მე გადავედი. არაფერი ეს რა არის? ხო რუც რაღაც. მოყვა ბოთლიდან. რაც გადმოისხა ძმა ბოთლიდან, ახალი ბაკალია დავაწყეთ ეგრე. დედას გავიცებ, ხა ეს ბაკალში იმაში იყო, ბოთლაში? აი ეს კაფზე ხო. არის. აუ, ვიღაცა ლუდს მაგრა დაერხა. მოიცა? არ მიჯერა, ბიჭო, რაღაცას. ოპა. არა და დღეს არ არა ვიგინებია. დღეს არ ვიგინებით, მაგრამ აი, რომელს პირველი მოდი ჯერ გავსინჯოთ ეს რა. ცქრია. მაინც. მოდი ძმა, ვინს გაგვიმარჯოს. ბიჭო, გაგიმარჯოთ. ლაშა. დაგლოცავ ბიძი კენაცო. გულში ხეთქვით. მიუშ. საშინელება. ბიჭო, არა, მაშინ წყრია ძმა. ნუ სახარჯეს ბრალი არ არის. ვა, ძალიან მარტივი მეგონა რომ გამოვიცნობდი და ჩემი ფეხები ძმა. სხვა სტილის ჩავწეროთ. იდი. ჩაულებრივი გლეხი არის, ვერაფერს ვერ გამოიცნობს. ეს ახლა იქედან არის, ხო? არა. თუ დალოთ ეს ბაკალია შევიდა. ქაროა, უეჭველი. ეს არის უეჭველი ქაროა, ნახე რა ლაითია. ეს ქაროა არის გეუნე. ან ქარო არის, ან ჰერცოგი. აუ არ მინდა ეს მატყუარა მიმიკების მიღება რა. აი ჩატ ფეისი ზის, ვაფშე მიმიკას არ ცვის. ეს არის ან ქარო ან გამიხსნება და აუ ბიჭო არა მე არეული ვარ. ეს ახლა კაროჩი გამოვიცნო ხო უნახოთ ეგრევე? 2-3 არა. ზედიზედ რომ გაიგოთ გემო. მასე ვერ მივხვდი. სანამ მეორეს არ დალოთ ფურცლებს არ. ბიჭო ეს ქართული უეჭველი მგონია. ოღონ რომელი არ ვიცი. მეც უფრო ქაროას ვაწვევი, იმიტომ რომ აი ეგეთი თხელი არის ზუსტად ქაროა რა. ბიჭო ნუ იცინი. კორონაც ეგეთი.
არა, კორონა არ არის ეს. აი, გადადეთ მეორე რუნდზე, რამდენი ხანი ნახოთ. აი, ცოტა. ბიჭო. ბიჭებო. გადადეთ ბატონი, რო არ აგერია. გადადეთ ბატონი, რო არ აგერია. აი, არა. მე აზერა. აი, ეს არის ლოუენბრაუ. სუნზე ვიძახი, ფეხებზე მკიდია. ეს გიდა ჩაიშალა გადაღება ამ სიტყვაში გამოიწვევს. არ არის ბიჭო რა ლოვენბრაუ. მართლა ლოუენბრაუა ბიჭო არ გამაგიჟოთ. ეხა ეს თუ მართლა სუნზე გამოვიცანი ვიღაცას ლოთი ვეგონები. არ ეგონებია. იმედი ოცნები რავი. არ ვიცი მე აზრზე არა ვარ. ეს მგონია კორონა ძმა. ეგეთი რაღაცნაირი ის არის რა, წყალწყალა ვაიბი აქვს კორონაც ეგრეა. ამაში ლიმონი ჩააგდე და ის მუსიკა ჩართეთ ეგრე. მოდი, ვაფშე, ამ ჭიქით ეხა ჩვენი ერთი ნოთი ძმა კაცი მოვიკითხოთ, რომელიც ჩვენთან ერთად არ არის. ცხარი, გაგიმარჯოს ჩემო ძმაო გერმანიაში. ეხა აქ უნდა იყო უეჭველი. ეგ ხო იცი მე გავალოთე ვაფშე. იმენა ლუც ხო მაგარი მითფლექსო. ლუც ვერ იტანდა იმენა და მე რაღაც პერიოდში ერთად დავიწყეთ მუშაობა რა. და ისე ხდებოდა ხოლმე რომ დღის ბოლოს მე სულ ლუდისმა და რაღაცა მიდიოდა ხოლმე და ერთხელ წაუძღაპუნა ჩვენმა ბრატმა ცხარი ორჯერ და კაროჩე იმენა ვეღარ გავაჩერე მე ბრატ ყოველ საღამოს ლუდი არა და იმენა ვაფშე არ ევასებოდა ტიპს ცხარი გაგიმარჯოს მაგრამ ჩამოდი დავლიოთ ეს არის ლოვენბრაუ ფეხებზე მკიდია ძმა არ არის ბიჭო რა ლოვენბრაუ გახედე რა სახით იყურება იმის სახით ხო ვერ მისჩელებ ის ვაფშე ეშმაკია იმას ვერ არც უნდა დაუჯერნა ის დანებებული კაროჩე ეს მერჩევნია ეს ჯობია გემო ეს ჯობია ეხა რავი სულ რო ყაზბეგი იყოს ჯობია მკიდი გემო ამას კაი აქვს რავი შეიძლება ის უფრო ძვირიანია მაგრამ გემო ამას უკეთესია ის და აი დადი თავისად მაინც დამალევინე თო ბევრი ქვეყანა გასალევე უყურებდა ეს ახლა ვნახო რა იყო თუ არ ვნახო ჯერ თქვით მაგარად მაინტერესებს თქვით რომელ მაჯობა ამან აჯობა ძმა ეს ჯობია ამან ნუ გააჯვარა მე ვერც ერთ ლუც ვერ გავაჯმევინებ მიშო ბიჭო ეს ალაითია ჩაფარეს ბოლოზე გავიდა ეგ რა არა აღარ გიქნება შემდეგი უღარეს ეს არის როგორი იცი აშკარად ძვირი ყირდა ამი არ უნდა სკორ დავუმატებდი აი ხა იქ ნამდვილია უკვე ხო ვიძახ კორონა მაშინ თუ არომაც უმატებს მა არა იქ კორონა მე მგონი არის აბა წყალი გაგვირია ეს თუ რა კი აი მე იმაზე ამას არ ლუდის გემო ვაფშე არა ამან აჯობა ამან გააჯო ჩინი ამას ნახო ხო მეფე ვარ ძილი რა იყო არგოზე ძახი ნოემბრა კორონას ჯობია ცო ფინიტა ლა კომედია ვრუნდებით ეთერში უბრალოდ აი ამას რა მოიხსნის გამოუშვი ერთი ეგ აქეთ ეს რა არის შეჩემო თითით აქ აფავი ის საპნის აი კაფე ეხა ვეგეტყვი ძმა ეს არის ან ქარვა ან ჰერცოგი მაიცა ძმა მეც ეგრე მეგონა რომ სუნზე მივხვდი თქო მაგრამ ჩემი ფეხები ოპა კიდე 1 ლიტრა მოიხოდა ვაფშე აი ლუც რო დაასხავდა ესე მალე რომ კაფე უკვე აღარ აქვს ესე იგი კაროჩე მე ვიცი სადაც არის კაი ლუდი მაგრამ არ წავიდა ყველაფერი ისე როგორც უნდა წასა ესე ერთის ნურს მიგებ ხო
ერთით ნულს გიგებ, იმიტომ რომ კორონა არა, გამოიცა. არა. შენ რაღაცა არა, ძმა, იმიტომ მიგებ, რომ ყველაფერი ჩამოთვალე და ბოლოს რაღაცა გაართ. ვანაში ჩამოსხმული იმაზე ლუძე თქვი შეჩემო რომ ლოვემბრაუა. რა არის ბიჭო ვანაში ჩამოსხული? არ გვარი უძველესი. აი, მოდი ახლა სანამ ამებს გავსინჯავთ, მოდი თქვათ რომ სადავართ რა. ახლა მართლა ჩეხეთში ხო არა ვართ, მოგვიჭერს ჩეხეთი, ხო? ნაზდრავი. ყვითლით დავდივარ მანქანით რა ჩეხეთი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა მეგობრობის 9 ნომერში, პოსტის მეორე სართულზე. გასართობი ცენტრია ესეთი ჯუმანჯი, რუსთაველებო, ამობრძანდით, გაერთეთ. არის ძალიან კარგი მეგობრული სივრცე, სადაც არის ყველა ეს მეგობრულად განწყობილი, არის ძალიან ბევრი გართობა, სიცილი, მხიარულება, ასევე ვისაც მაფიის თამაში გევასებათ, შეგიძლიათ ამოხვიდე და ითამაშოთ მაფია. არიან სპეციალური ინსტრუქტორები, რომლებიც ყველაფერს გასწავლიან და დაგამოღამებინებენ. ჩემი ფავორიტი მოთამაშე ხა გვესწრება, მეგობრებო, აქ არის. აი ეს მე ვასება. აი, მოდი ახლა გავაგზავნოთ. შევუდგეთ საქმიანობას. და მოდი ახლა რომელი გავსინჯოთ ეგ მითხარი. ეს. რომელი საიდან აიგნა? შეიძლება. ხო, ბიჭო, ეს ეს აი ღია ფერის არის იქიდან აღებული რა. ეს რასისტი არის, ძირითადად მუქი ფერის ლუდები და საკით. ძალიან რთულია. მოდი გავსინჯოთ ღია. მოდი ახლა გავუმარჯოს რა, სიცი? აბა, ჩემო დავით. მოდი ახლა გავუმარჯოს აი ამ ჩვენ წვალებას ძმაო რა. ვიღაცა ჩართავს ამ ვიდეოს და გონია რომ იმენა ლაზღანდარაობენ და რაღაცა. რამხელა წვალება და ტანჯვას გავდივართ, რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად გამოვიდეს. ლაშა ბიძი. გაიზარდე გინაცოლი. აუ როგორ მეცნობა. ეს ის არის ხო? მაგრად მეცნობა ბიჭო. ეს არის ჰეინეკენიც. აოჰო, ეხლა მოიცა მეც რომ ჰეინეკენი. ჰეინეკენი მაგ დალეული ჰეინეკენი. ხო, რაღაცა ოდნავ მომწარო. ლუცავდით მარტო ჰეინეკენი, ეს ჰეინეკენი. აბა ბიჭო, ეხლა ჰეინეკენი რო თქვი რაღაც წამოვედი მეც მაქეთ და სხვა სვერა. ჰეინეკენია, ან ჰეინეკენია. კაროჩი ძნელია რა, ბოთლა რო არ გიდევს იმენა ბაგა. ო, იასნა. მაგრამ მე კორონა გამოვიცანი, ხო? არა ბიჭო, თანიცი რატოა ძნელი? აი ხა პადვალში რო ვარ, პადვალში ყველაფერს გამოვიცნობ. აი ხო რა, აი პადვალში. ეხლა ეს ამის პადვალი არის რა. წერა, აი. თავის რაც მანდლუდია დალეული რა, ტონობით. მამე ეს ჩიპსი ამოვიდა ყელში და რაღაცა არის მანდ რო გადმოგვიგდოთ შეიძლება? ჩაპასე. ყველი მიერ. ეგ არ ჩაპასო ბიჭო. ყველი შემოაგდე და კაროჩ ჰეინეკენში მოვყვევი რა. ოპა. ეს ახლა კბილით გავხსნა? აი, ლუდი ვისაც გიყვართ. აი ეს ყველი მილკენის რა. გადმოვდები ერთსა. ნუ დაიმსახურე. ჩავპასო? არ მინდა ამდენია. აი რეკლამის პონჩი არ ვიძახი მართლა. აი რუსთავში და არა მარტო რუსთავში ერთ-ერთი საუკეთესო ყველია რა. ჰეინეკენი? ბიჭო. ეხლა იქ რაღაცა პატარა ჩანს, მაგრამ ამის კალიგრაფიას არ უნდა ენდო. წეგარ ჰერცოგს წერდა და პეპელა დაწერა. ეხლა არ უნდა ენდო, თორე ლოვემბრაუს წერა დაიწყო პლასოთი რა. მე კი რას აკეთებს? კაროჩე მოძა ერთ წუთი ბოდიში. არა, არაფერი არ ჩანს ძმა. აი ქაროსა და ჰეინეკენ შორის მოდი ჯეირანი და ხარვას და ჰეინეკენ რა ძალიან დიდი დიაპაზონია შეჩემა. ჰეინეკენი ზია. არ ვიცი. ჰეინეკენია მეჯო. არ ვიცი. გიგა. ხო? ერთი წამი. ხო ჰეინეკენია. იყოს, მოდი, კაი, მეც ჰეინეკენს ვიტყვი რა. ჰეინეკენია რა. ეს შენსკენ წამიყვანე ეხლა. შემდეგი, ეს იქნება დიდი ალბათობით. თავზე მოატარია ბახმას თუ გამოხდეს. არა, ის უნდა სპეციალური. ბიჭო, რა რთულია. ყაზბეგი ძმა. აჰა. ეს რა ყაზბეგი? ყაზბეგი ან არგო არა, აი. არგო იყო. ფერით თუ იმშელებ ყაზბეგია რა. ანუ თქვენი საბოლოო პასუხი?
ეს არის ჰეინეკენი, ეს არის ყაზბეგი. რომ მოიგო. მოგებით. მოგებაზე მოიცა 1-3 ყლუპი ჭირდება. მაგრამ შეიძლება დავფიქრდება. ეს ჯობია. ბიჭო, ესე უკვე ძალიან მერევა, მაგრამ ეს ჯობია. ვითომ არ მსიამოვნებს ახლა რომ სოვრა. ეს ჯობია. ეს სიამოვნებს ბიჭო. ვითომ მეთქი შეჭ. ერთი კვირა დალევ ლუც ძმა. ერთი კვირა და ჯერ ზოგადად ეს როგორ არის, იცი? არა მე ვერაი წონა მაწუხებს. იმენა ძუძვები დაუბუჟდება ხოლმე ეგრევე მომენტალურად. შენ რა გინეულება ყიდახერ ხმალი ხარ დარჩენილი. ლუდი დავლიოთ ძმაო, ძმა კაცო, ეგრევე ძუძვები უბუჟდება რა, რომ არა აი ესე გიშება, აი მოიცა ეგ არ ჩანს და იქნება სხვა რამაზე გიშვება. არა ღიბზე რა, ესე შვება, აი ნახე გავსუქდი და რაღაც დიეტა და გრეჩი ხავჭამი და წიწიბრო ტვინსტროს და ხო ეტყვი რომ კაი 8 კილო ერთ თვეში ძმა. გამაცად. ჩემი დიეტა შეგიძლიათ მომწეროთ. ბიჭო ხო ლუდის დიეტა. არაფერს არ ჭამ, საღამოს სვავ ლუდს და იმენა გენძრევა და რო კვდები იკლებ. აი ხო ეტყვი რომ კაი ბაჩო ბაზარი არა მესმის შენი ძმაო და შემოვდივარ იმაში რომ იმენა უკვე ბოჭკა ხარ და რაღაცა დაიკელი ძმაო და შენ გვერდზე ვარ და მთელი ამბები და აი გაყვები მაგაში და გავიდა ერთი კვირა და ესე მოუვა ხასიეთზე. ეს და ლუდი ხო არ დავლიოთ და აი მაგ დღეს ემთხვევა მაინც და მაინც რომ არ ვარ ხასიეთზე ამ ლუდის და აუ იზეთები ძმა. ეს ჯობნით ეს ჯობი. აი ეს და ამით გაგვიმარჯოს. აი ამით გაგვიმარჯოს ჩვენ რა. ამაგ? ჰა? მაგრით. ბიჭო. ჰეინეკენს ვიძახით, მაგრამ რაღაც არ იყოს. ჰეინეკენი ყაზბეგი ესე იგი, ხო? აბა ნახე. კაროჩე ჰეინეკენი. იასნა ეს ყაზბეგია ძმა. ჰეინეკენი ბიჭო, ანუ იმენა მამა ვარ, ლუდის მამა ძმა. იმენა ლუდის რა ორი აი ეს იმენა აი. არა ძმა, ორი იმენა ყაზბეგია ძმა, ფერზე. შენ გამოიცანი ყაზბეგი? მაშინ 3-1. ამ ფერზე მე ხო ჰეინეკენი ვთქვი ძმა და სამით ვარი ლუდოლოგე. თითო ლუდს ვთქვი. არა, ნახე. წეგან ამან ვერ გამოიცნო, მე გამოიცანი. ორი გამოიცნო იმა და ორი სამი გამოიცნო იმა და ორი გამოიცნო იმა. 3-1. გადან. ხო 3-1. ბიჭო ესენი ხო მეც არა, 3-2. კაი 3-1. აუ რა ნაგლია ტიპი. კაც. დავარ. რამ გელბულია? რას დვა აი მის მოხსნა არის მე აქ ერთნაირები არის. აი. ფერიც რა ერთნაირია. აი გავაგზავნოთ. რომელი ნუ ჩათლახია ბიჭო რაღაცა იჩალიჩა ეხლა. როგორიც თვითმაყოფილია ეხლა. რომლით დავიწყოთ? აი დავუკეთოთ. ცოტა გემოები გავატანე, მე ლუდის გემობა. შენ ძმა საკიშკავად ხარ მოსული? დღეს არ მიჭამია. არა ბიჭო რა გჭირდა? საღოლეს ჩემი. კაროჩე. ყორინა. რომელი წელი იყო ძმა? ახსოვს. აბა. გაჩნია. ვალოდი იყო ახალი გახსნილი რა. და ბაზარია. მე და მან თავზე ხელი ავიღეთ, ყველანაირი ნამოსის ძაფი გავიწყვიტეთ და ზაფხული, ანუ გაზაფხულიდან მოყოლებული სადღაც სექტემბრამდე ყოველ დღე ლუცვავდით. აი ვაფშე ყოველ დღე და ამ ხალხმა რო დაამუღამა რომ იმენა ყოველ დღე დავდიოდით რა. მე ბაკლებს ჩუქნიდნენ, ყავის ჭიქებს ჩუქნიდნენ, რაღაცებს მე პადარიკები გაიჩთამენ. რას ჩუქნიდნენ. ბაკლებით არის სავსე ახლა ის. პადვალი ჩვენი ზავიძენია. ზოგადად ზავიძენი არის პადვალი რა. პადვალში თუ ჩამოდიხარ და გაქაჩავ, მე უკვე შეგიძლიათ ამამა თქვა რომ ლუდი შეგიძლიათ დალიო. რაც იქ ლუდია დალეული რა, მართლა. ბიჭო, ნუ მას ნუაკეთ. რომლით ვიწყებთ? რა. ეგ რომელი მე რო გამოგიცურე? ხო, შეიძლება მომცე ეგ არის. მაშინ ეს. ამას ქარვის უნიაზდის. ბიჭო, ნუ იძახი წინასწარ, მეც მერეო ერთად ვთქვა, შეჩემა. აი ეს კიდე სადღაც ბავარია ლოვენბრაუ შორის არის რა. აი იმენა მამა ვარ ბიჭო. იო ითხარი, რა უთხარი გამოვიცე.
რა ამით იწყებ ხო იდეაში მე პირველივე კლუბზე ვხვდები, просто დალევა მინდა და ხშირად იმიტომ. ბიჭო არა მაინც ოღონდ ეხა მაგაზე ფიფურსებს არ გახარ. რა პონჩი იმიტომ რომ ორი რუდი გადარჩენ. აი შემდეგს რომ დალე. აი მე ნახე. მაშინ ეს ფურცლები აქეთ გავწიოთ ახლოში ხო აი შემოწმო გავუთვალისწინებ ახალ პოპკორნი. ო. ვერ ბიჭო მოდი აბა ეს ნახე ეს ნახეთ რა წყალი უნდა გქონდეს, რომ ცოტა გემო გავატანე, რომ ცად არის წყალი. ბიჭო რატო აგერ რუსთავში წყალი გაგვიჭირდა, მაგის დავატირე. არ მინდა მე სპონსორი კი არა, პოტენციური სპონსორი დამალე. ჭყონიას გავაჯმევინოთ რა აი ხა იროვე მე ვხვდები. ამას აქ დავუდებ რო არ გამოჩნდეს. რა მე ჭყონიება ბიჭო ვეღადავე აი მე გეწყო მან უკვე დავალაგე და არაო ეს მეორე, მე მგონი ბავარია არის. აი მან კიდეაო მეორე ბავარია ესა ეგ რა მე მგონი. ახლა ჩავატა რა რა ლუდები დარჩა მოდი ახლა მაინც ლოგიკა ესენი რაღაცას გვიჩალიჩებენ ბავარია დარჩა, ჰერცოგი დარჩა, ჰერცოგი ლოენბრაუ და ქარო ქარო. აი ხა როგორ ლუდები დარჩა ისი ფერში რო ყველა ერთნაირია აი ამას კი აქვს ქაროას ფერი ის. აი არა ლეზემ კიდეა სურო აუცდეთ დალევა ხო. აი ეს არის ჰერცოგია ეს რა აი შერასწავლეს ხო ეს არის ჰერცოგი აი ეს ამას ცოტა მეტი სპირტი აქვს მაგრამ მე ამაზე ვიტყვი ქაროას მოდი. აი მე ვიძახი ჰერცოგს ამაზე ვიძახი ჰერცოგს მე მგიტ აი ამაზე მე ქაროას ვიტყვი. აი ამაზე ვიტყვი ქაროას. ოპა აქ ეხა ბიზნესი ის არის რომ აქ შენ უეჭველი ლოენბრაუ და ბავარია დატოვე და ქარო და ჰერცოგი შემოაგდე კი გეტყობა იმენა სახეზე გეტყობა აქ არც ერთი არ არის არც ლოენბრაუ და არც ის ბავარია ძალით იცინი ქაროა და ბავარია რა, მე ესე ვიტყვი. ქაროა ბავარია. არა შენი თქვი რა უკნა. აი ცადე ეხა ერთი წამი სულ ორი წამი ჭირდება რა ეხა მაგრამ ბავარიისთვის ბიჭო ცოტა მე მგონი რაღაც ძალიან ღია ფერი აქვს. ხო მაგას მე ეგ მაშინებს რომ ან ღია ფერი აქვს გაშინებს. ნუ გიჩინი. გამომტეხავს მე ეგრე ვიძახი რა. ქაროა ბავარია. ამას იმენა ჰერცოგის სუნი აქვს ძმა აუ ძალიან იცი ახლა ჰერცოგის სუნი დღეს ის ვერ დაგაჯერე რომ ჰერცოგი ქართულიაო გერმანულიაო იძახდა რა გერმანული შეჩემა და ახლა ჰერცოგის სუნი აქვს ნეტა რა იცი ბიჭო კაროჩე ამანერულა უნდა შევჭავო ჰერცოგის დამფუძნებელი ვინც არის რა აი თუ ოდესმე რაღაცას მივახციე და აი მაგამდე გავედი მაგრად უნდა ვასხა ბიჭო ანუ ქართულს თუ აკეთებ ჰერცოგს რატო არქმევ ბიჭო მე რა და არქვი თავადი რავი რა ჰერცოგ შევეცმი ჩემი ყლეა თავადი არა აზნაური კიდერებს იზახი ჰერცოგი და ქართული კი რანაირად არ ჯდება იდეაში რანაირად მე ვერ აგიხსნი ახლა მაგათ ქაროა ბავარია სიო ბეჭედი დავარტყი მე პირადად არა მოიცა მილკენეს ეს არის ჰერცოგი იმას რაც უდევს და ეს მე რაც მედო ეს არის ქაროა რა ჟა ბოლო პასუხებია ფინიტო ლა კომედია პირველი ჰა არა ანა ეს იცი ბიდი ჩემ და სთან ანტიკურ ხანაში გიგა არ გაიცი ეცადე გიგა ნიგა ხინკალი აუ რანაირად გაიცი სულა დავარჩი კაი ატრაკე მეგრე რანაირად იცინი ბიჭო
დარჯე ინოზება. ოპა. რანაირ ლუდებს აზრობთ ბიჭო? ცოტა რაღაც ფერი მაინც იყოს ისეთი რომ რაღაცას მივხვდე. ეს რა არის მესამე ბაკალი? ეგ ძველებია ის. აჰა! სადავარ. ვინ არის აქ უფროსი? კაი აჰე, დავუწყოთ. არ დავუწყოთ. ეს მოიცა, აბა გამოიცანი ძმა. ეს აქეთ და ეს აქეთ. რო არა გვერიოს. აი პრეტენზია ხო გაქვს რომ ლუდის სისახა რა ქვია? არა მაქვს. არა გაქვს. პრეტენზია არაფერზე არა მაქვს მე. აი შენ просто ვიძახი რომ ლუდი, მევასება. აი ლუდი, თვითონ ლუდი, როდის შეიქმნა პირველად? ბრავი ძმა. ჩვენ წელთაღრიცხვამდე. სად? სადღაც რა. მე გეტყვი გინდა? აბა სომხეთში. მითხარი, მოიცეთ დაცა. თუშეთში. აუ შეგენაცვალე ძმა. და თუშეთი როდის შეიქმნა? ძალიან ძველი პირველი ლუდის ტექნოლოგია საქართველოში არის ამ. საქართველოში არ ვიძახი, სოფლიოში პირველად ლუდი პირველი თუშეთში? არის საქართველოში შექმნილი. არა, კრიჭავე ხარ რო გიყურე. მე ანუ გახსნილი. არ ვიცი, მაგრამ დიდი სიამოვნებით გამოვყვებოდი მაგალითად. თუ გინდა გაგანათლე, თუნდაც სათვალე მოთხოვე. სათვალედ ხო? თაკის. მაგიტო. პირველი ლუდის ტექნოლოგია. პირველი ლუდის ტექნოლოგია ძველი წელთაღრიცხვით 11000 წლის უკან შეიქმნა, ჩემო კარგო. და უშუალო ფაქტები, რასაც ქვია, რაც უკვე არქეოლოგიურად დამტკიცებულია. დიახ, გისმენთ? არქეოლოგიურად რაც დამტკიცდა და ჩანაწერებით და დაჟე აღმოაჩინეს მესოპოტამიაში უშუალოდ გრაგნილები თიხის ქვევრებზე იყო 8600 წლის უკან, ძველი წელთაღრიცხვით. ოუ, ტიპი და გუგლული მოვიდა ჭირა რა მესოპოტამია და ის მომიწყეა გეჭირა. და ლიაგერა გაკე ლოენბრაუ. მე ვეგა. მოიც ეცა. მოიცა თუ მაინც? ეს გასინია თუ ეს? აი შენ რაც მომაწ. აქეთ. მარჯვენა. კი. ბავარიას სუნია გამას. ლაშა რა გინდა? ბავარია ნუ. ჯუაჭკა გინდა? მოდი ეს ერთ-ერთად გავსი. მოიცა ძლიერ ამას. ბავარია ხო? აი იმენა ეგ გემოაქვს, მაგრამ ლოვენბრაუსა და ბავარია შორის არის ეს. აჰა. აბა ეს. რაღაცნაირად. ლოვენბრაუსა და ბავარია შორის არის ეს. ანუ ერთი სპირტის გემო, ხო, ხაწალიური. შეჩემ ერთი და იგივე სპირტის არომატი აქვს მაგას ვიდა. ბიჭო, რა ერთნაირი გემოები აქვს თუ? სოიჩი ერთნაირი გემოები აქვს, ძმა. აი ეს ხო მახსოვს ახლა მოიცა? აუ, ეხავე გეტყვი ძმა. ეს არის ლოვენბრაუზე მეტად ბავარია მაქვს ბევრჯერ დალეული რა. აი ეს აი შენ რაც მომაწოდე ეგ მგონია ლოვენბრაუმე. ჩამოსასხმელით თუ შელობთ აგვე? არა, ბოთლებს. შენ რაც მომაწოდე ეგ ლოვენბრაუმ მგონია და აქეთა რა გვაქვს დარჩენილი? თქვენ წინაურიც არის რა. ხომ წინაურზე ხო თქვი უკვე რაღაცა. აუ, ნაგლი ხარ ბიჭო, ერთადნაირები რატო დატოვე ბოლოში? იმენა ერთნაირებია ცოიჩი. მე ზოური წერია და სმენია არ გამიგებია რა ვიცი როგორია. არ შეიძლება. აა. კაროჩ მაინც. მოდი გავარკვევთ ეს თუ ეს რა. აუ აი პროსტა რაში ავირია, იცი? დედასმისა ლოვენბრაუ ბავარიაა ეგ. იმებზე ხო თქვი მე ქარვა და ბავარია. დამჩა ლოვენბრაუ და რა დამჩა ვეღარ ვიხსენებ. იმაზე რა თქვი? ქარვა და ისა ბავარია. ჰერცოგი და ქარვა თქვი. შენ ჰერცოგი მე ის და შენ დაგჭა ჰერცოგი და ჰერცოგი და ლოვენბრაუ დამჩა. ლოვენბრაუ. ეხლა ვეგეთ. ჰერცოგი და ლოვენბრაუ. ეხლა ვეგეთყვი. რა ანგარიშა 3-2. ამაზე მე ვთქვი ჰერცოგი. უეჭველი წინაშე შევწდი. აქედან ჰერცოგი არც ერთი არ ჩანს. ჰერცოგი. თუ პირიქით. აა. კარგად გახსოვს?
სამითორი არ არის. სამითორს ვიგებ. სამი იმან გამოიცნო, ორი იმან აქამდე. იყო წინა რა უნდა. ხო და არიციან დაანები. აუ ძმა აი იმენა ესე არ ხდება ძმა ლუდის შედარება ხან ერთსო ხან მეორეს რა უნდა გავიგო აჰა ჰერცოგი აი ხლა ამ მოწოდებაზე ჰერცოგი? დავითამ რაც მომაწოდა მაგაზე ვიტყვი ჰერცოგს და ჩემთან რაც იდო მაგაზე ლოენბრაუს თავი გადაარო. რა გავაკეთო ძმა ამერია თავი ვაფშე მოგაწოდა ეგ არის შენთვის ჰერცოგი. და ეს არის? და ეს არის ლოენბრაუ ეს არის ლონდონი. ბავარია სად არის აბა? ბავარია წეღან ვთქვი მე აი ხო მაიც ეხ მე ვიტყვი. ეს არის ლოენბრაუ. ბაჩმას იმან მოგაწოდა. და გადაწოჩ შენი კიდე გაჯმული. აი ეს არის ბავარიაც. აი ახლა შეგიძლიათ ჯერ წინებინა? მოდი. წინა ზემოდან რაც დოს ხო მე რა ვთქვი ამაზე? ხარვა. Яснია, ბრატ, ეს იმენა. ჰერცოგი სომელიე ვარ ძმაო. და იმასაც ლეზემპი. კი ჰერცოგი შენ. და იმაზე ვთქვი ჰერცოგი. ეგ შენი 4-ით, არა 5-ით. ხუთი ხო? ლოენბრაუ ხო გამოვიცან და ამაზე რა ვთქვი? ეხლა ამაზე რა ვთქვი? სანიერ შენც ორივე გამოიცან. აუ, აი. ფიქულა გაქვს. სამი. ბაო, აი იმენა რა ვიზო. შენ ლუდი არიცი ძმა, ჩემი გაზრდი. არა ძმა შენ ახარ უბრალოდ ყისმათა რა ყისმათა ყველა გამოვიცანი თითქმის ერთის გარდა, ბიჭო. 8-დან 7 გამოიცან. 8-დან 7 გამოვიცანი, ძმა. ვერ არისო სვიმინგი, ძმა. ბიჭო სამი წუთი შედეგია. ყველაფერში ესე როგორ უმართლე ასია კი ხარ ბაჩო. მაგარი ლოთი ხარ, რომელსაც აი პროტოკოლები რომ გიწორდება. ადეკოლო. სკაჩი გაქონდა ხელას. ანუ მე ნახე აუ მაგრა გაარტი მოდი აღიარე არა დასაწყისში აღუნიშნე რომ ეს არის ლოთი და მე ვარ ცოტა არისტოკრატი ტიპი თქო რა და ალბათ მიხვდა ჩვენი მაყურებელი რომ მე არისტოკრატი ვარ და აი გემოებით ხვდები რა რა შეფარდა მე შემეშვით ძმა კილოცავ დავით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ან ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, ამ ჩელენჯში გაიმარჯვა ჩვენმა არუთამ მაგარი იღბალა ძმა საკუთარ სტადიონზე დაგამარცხა, აზე ხარ. აი მე აი შემოვედი და გათრიე შეჭა ბაზარი არა მე არ მიჭირს ზოგადად რაღაცების აღიარება და აღიარება საჭირო. ეხლა ვაღიარებ აი კამერაში ვაღიარებ რომ დავითამ მაგარი ყისმათაა აი, ყისმათაა თუ მოიგო ჩელენჯი. 7-3 ხო სწორია? ყისმათობის ხარჯზე ჩელენჯი მოიგო 4 ქულით ვარზე გადავამოწმოთ, თუ საჭირო გახდა. არა არ მჭირდება ვარი ბაჩო, მე ესეთი რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, ეხლა თქვენ თუ თანახმანი იქნები. აბა ამოვ რახან შენ სტადიონზე წააგე, ესე ვთქვათ. მეორე თამაში წინ არის მოდი, ეს ორ თამაშიანი დუელია მოდი არ შემდეგი ხერხდება. გადაცემა ჩავწეროთ სტადიონზე, შევეჯიბროთ ერთმანეთს, ნამდვილ მოედანზე. აუ მანდაც უნდა ამო პენალტების სერიაში თუნდაც. აუ მან ხო იმენა ჯარიმებში. ბულკაზე ბულკი იქნება ძმა აუ აი მე შენ ხარ მაგ მაგარი ჩელენჯში მეც მივიღებ მონაწილეობა. შენ მაგარი ხარ დაცვაში თორე აი ბურთი რომ მოგცენე ვერ ხვდები რაგბი ვერ ხვდები ის ბურთი რაგბის არის ფეხბურთის არის კედელი სადაც ვარ. არა, ბურთი გადაგაცნო. მოდი შემდეგი პატარა ვიდეო გადავიღოთ დიდი არა ეხლა ჩვენ არ გავწეროთ პატარა ვიდეო გადავიღოთ სტადიონზე და ერთმანეთს ავუწყოთ კარებში და ვინ მეტ გოლს გაიტანს ხინდა ჯორჯია შეჩემა ფეხში მქონდა სითხე ჩამდგარი იმენა კუნთები ჩაწყვეტილი მქონდა მაგით გავიტანე პენალი თქვენ გოლის გამტანებს გავხართ ეხლა სარგეშია პენალი გავიტანეო მაგითო 3 მეტრიდან დაარყა პენალი ნაღდაკობას გაგიწევთ. რაში ფეხბურთში ძმა. აი ჭანკოს ფეხბურთი დინახია შანსი არის ნული ყველაზე მინიმუმ სასაცილო მაინც გამოვა, ასე რომ აი პენლები დავარტყათ თუ გაცდენაზე ვითამაშოთ ძმა რა თუნდა გასცენაზე აუ, ვითამაშოთ გასცენით ვერ გამსებით შეჩემა ვერც ერთი და რა ვაიმე ბადე წამოიღე რომ ფეხებს შორის გაიგე ავიდა 3 საათზე რა გინდა ძმა რა შუა რა კი, ერთი ხდება დაღამდა დაგვილები. ლუდები. პირველზე გავიდა უკონკურენტო ბიჭო აი ნახე აი მე ზოგადად დიდათ არ მევასება აი, ამ მაგრამ ლუდებიდან ეხლა რაც გავლის, გავსინჯე კორონა ჰეინეკენი ამათგან ნუ ასე თუ ისე მაინც მომეწონა შეიძლება ჩამოვტოვე რაღაცეებში მაგრამ ეხლა რო უფიქრდები რავი რაც გავსინჯე მე მგონი ნორმალური გემო მაგას ქონდა მე რა ვიცი შენთვის
პირველზე რომელი გავიდა შენთვის? ჩემთვის? შენ ხო ძალიან მაგარი ხარ და ყველაფერი. ჩემთვის. ერთი ყველა ყლეწი კიდია. მაგრამ ამენ დათომ უნდა შეაფასოს, იმიტომ რომ 8-დან 7 გამოიცნო, ეს არის რავი, საოცრება ლუდებში და რომელი აცილე? მოდი შეაფასე. არ აი ხლა დაგენძრა, აი. არ გვააცილა, ხო? არ გვააცილა მაგა. ბიჭო, ჩემთვის ახლა ბოლოზე გეტყვი ვინ გავიდა. ბოლოზე გავიდა კორონა. კორონა ჩემთვისაც აი ბოლომდე ეს ბრაზილიელი კაცი უნდა გამოიყვანო და საზეიმო ვითარებაში და დახურიტო. იმენა პროპაგანდისტია დედას მის. აი ის ლაიმს რო ჩააგდეს და იმენა სუმბულიძე ზურიკო ხარ, პატარა სტალინი. რო დახურიტო. იმენა დასახურეტია. აი მგიდა პირველ ადგილზე გავიდა. ბიჭო, აი გემოთი და რო არ გაწუხებს ქარვა გავიდა რა. აი სისულელე სიძახი, აი პროსტაზე თქვი ახლა აი. არა, ქარვა მომეწონა. აბა ქარვა როგორ გავიდა პირველზე აი შეკრება. გავიდა რა, მათი. აი ჩემთვის არც ერთი არ გასულა პირველზე და არც ერთი ბოლოზე. იმენა აი. მეორეზე რომელი გავა? მე რასაც გიყურებდით ბევრი ლუდი ერთმანეთში რაღაც მიამგავსეთ თუ რაღაცა ეგეთები გამოიწვია. თულია რა, როცა ესე ზედ მომიშკა პროჯექტი გიმადა. როცა ესე ზედიზე ერთმანეთს აყოლებ და რაღაც აი გემოს გაგება და რაღაცა მე ძალიან რთულია და მით უმეტეს ადგილებზე გაყვანა. მართლა? თავის დროზე ვიდეოში რაც თქვი რომ რომელიც უფრო მოდი, ყველა არ დაალაგოთ. პირველი საბი თქვით მარტო. ანუ უკან ვიც იქნება არ დავახსოვთ, ხელი ავკრათ, წიხლი. ჰეინეკენი, ყაზბეგი, ოღონ ადგილებს არ ვიზახ. ბიჭო, ჰეინეკენი არის პროსტა, იმიტომ მაგარი ტიპი რომ ჩემპიონთა ლიგას ასპონსორებს, შეჩემოთ რომ მაგარი იმენა ხლე მოჭი. ჰეინეკენი, ყაზბეგი და მესამეზე გავიყვან რა ყაზბეგი ბიჭო. ბიჭო, არგო ალბათ პირველი რო დავლიე, იმიტომ მომეწონა. არ ვიცი, შეიძლება მწყურო და მოდი არგოს აი შევაცურებ ესე პროსტა რა. ჰეინეკენი ჰეინეკენი, ყაზბეგი არგო. აი ჰეინეკენი, ეგრე. ქართველებს გაგვიმარჯოს ძმა. ერთი უცხოური, ორი ქართული. всё. ბიჭო, ჰეინეკენი. ჯორჯია. ჰა? ჰეინეკენი ატოვებს. პირველზე არ გამყავს, პროსტა სამეული ანუ სამეული თქვა რა, დანარჩენებს არ ვეხებით. პირველზე გადის ქარვა. არა და ეხა რო კითხო ქარვა რომელი იყო, ვერ გიპასუხებს. დავლი უკვე რაღაცა. მეორეზე გადის. ბუხოია, ჩავაცნა. პირველზე გავა ქარვა რა, ლეზემ კიდე პირველზე გარი ქარვა, მეორეზე არის ჰეინეკენი, არა, მესამეზეა ჰეინეკენი. მეორეზე გავიდა იმენა, აი როგორი ლუდია ის. ვერ გაი. ბუხოი ხარ შეჭება, კაროჩე. მეორეზე გავა. გამორთე კამერები დაენწრა. მე ცოტა დარდები მოეკიდათ მეგობრებო. აი ეგ არის ძმა. ლუდის მარტო გამოცნობა კი არ არის მნიშვნელოვანი. ამტანობაც მნიშვნელოვანია და ამას დაენწრა. ნახე, აი უკვე რაღაც ფურცლებს ჭამს. მეორეზე გავა ყაზბეგი ძმო. კიდე. პირველზე ქარვა, მეორეზე ყაზბეგი და მესამეზე ჰეინეკენი. ძინავთ ბოზებს, მეთვალებს ვასწრებ.